საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდანად შერაცხული მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ილია მეორის ლოცვა კურთხევით დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 9 წელთან დაკავშირებით ეკლესია მონასტრებში ღვთისმსახურება მიმდინარეობს. სამების საკათედრო ტაძარში წირვას პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო აყოლეს. დავითობაზე დღის განმავლობაში ასევე სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. თამუნა ნადარეიშვილი ჩაგვერთვება სამების საკათედრო ტაძრიდან პირდაპირ ეთერში. თამუნა გისმენთ. დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ეკლესია მონასტერში სამების საკათედრო ტაძარშიც საზეიმო წირვა გაიმართა, რომელსაც წარუძღვა პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო. წირვა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა. მან დღევანდელ დღეს მნიშვნელობაზე ისაუბრა და დავით აღმაშენებლის ღვაწლს გაუსვა ხაზი. წირვა ცოტა ხნის წინ დასრულდა მრავალჟამიერის ფონზე. იქიდან გამომდინარე, რომ წელს შესრულს 900 წლის თავი დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება არის დაგეგმილი. საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობის დავითიანის ორგანიზებით დაახლოებით 1 საათის წინ ავტომანქანების კოლონა გაემართა ქალაქ მცხეთისკენ, სადაც ისინი მოილოცავენ დავით აღმაშენების სახელობის ქუჩას, ასევე აკურთხებენ ქუჩებს და შემდეგ ისინი გამოემართებიან თბილისის შემოსასვლელისკენ, სადაც დავით აღმაშენებლის ხეივანში დავით აღმაშენებლის ძეგლ სამეფო გვირგვინით შეამკობენ. უკვე 2 ნახევარზე დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მომლოცველები შეიკრებებიან და ფეხით მსვლელობა დაიწყება, რომელიც დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მონაზვნები გადაიხდიან უკვე სამშვიდობო პარაკლისს. სრულიად საქართველოს და მართლმადიდებელ მრევლს ულოცავ წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს საიუბილეო თარიღია, 900 წელი შესრულდა. განსაკუთრებულად აღნიშნავს ეკლესია და სრულიად საქართველოს საზეიმო წირვა აღევლინება სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრები აღოვლენენ. ალბათ მისნაირი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არავის არ აქვს. დღეს საქართველოს ქვია და ქართულად საუბრობთ, მისია ეს ძალიან დიდი ღვაწლი, განსაკუთრებულია მისი გალობანი სინანულისანი, მისი ღვთისმსახურება და ღვთისმოყვარეობა და მალევე ისტორიული ცნობებით მალევე აღიარეს წმინდა დავით აღმაშენებელი წმინდანად აი იმავე ეპოქაში. მინდა ყველას მიულოცო ეს ულამაზეს დღესასწაული დავითობა. დავით აღმაშენებელი იყო საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი მეფე, რომელმაც საქართველოს გაანთავისუფლა 400 წლიანი ბატონობისგან, ფეოდალთაგან და საქართველოში აღკვეთა თვითნებობა და ასევე მან განდევნა თურქ-სელჩუკები და გაატარა ძალიან ბევრი რეფორმა, რომელმაც საქართველოს გაერთიანებას შეუწყო ხელი. 900 წელი გავიდა იმ ოქროს ხანიდან, რომელმაც საქართველოს მოუტანა დიდება და ამ დიდების სავალჯი შემოქმედი წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი არის. ეს არის ჩვენი საამაყო მეფე და სწორედ აქედან გამომდინარე აი ამ საუკუნეში ერთხელ, როდესაც საიუბილეო თარიღები გვირგვინდება ხოლმე, ჩვენ თავობა მოესწრო იმას, რომ 900 წლის იუბილე შეხვდეს და ვცდილობთ დავითიანი ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობით, რომელშიც ჩვენი დედა ეკლესიაც გვერდჩეგვიდგას, რომ ერთიანად აღვნიშნოთ. დავით აღმაშენებელი 1099 წელს 16 წლის ასაკში გამეფდა და ის 36 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. მის სახელს უკავშირდება ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა, ასევე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც დიდგორის ბრძოლას უკავშირდება. საქართველოს საპატრიარქოსი ინფორმაციით დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება იქნება დაგეგმილი. მადლობა, თამარ ნადარეიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.